საქმე წმინდათა მოციქულთა თავი 22. კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი თქვენ და მიმართისა სიტყვის გებისათვის. დავით არცა ესმა რამე თუ ებრაელებითა სიტყვითა ეტყო და მათ უფრო ის დადუმებას სცეს და თქვა, მე კაცი ვარ ჰურიაი, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფეხთათანა გამალიელისათა, განსწავლულ ზედმიწევნით მამულითა სჯულითა. უშურნე ვიყავ ღმრთისათვის, ვითარცა თქვენ ყოველნი ხართ დღეს. რომელ ამას გზასავს დევნიდ ვიდრე სიკვდილადმდე, შევკრებდ და მივსცემთ საპყრობილად მამათა და დედათა. ვითარცა იგებუდელთ მოძღვარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათვის, რომელნი იყვნენ დამასკეს და მოვდიოდე მოყვანებად მუნყოფთა მათ კრულთა იერუსალემდ, რაითა იტანჯნენ. იყო უკვე ჩემს ამას სვლასა და მიახლებასა დამასკისასა შუა სამხრის მეხსოვლა ზეცით გამოფწყინდა ნათელი დიდი ჩვენზე და დავარდი ქვეყანასაზე და მესმა ხმაი რომელმა მქუა მე საულ დაისამდევნი მე და მე მიუგე მას ვინ ხარ უფალო და მქუა მე ვარ იესო ნაზარეველი რომელცა შენ მდევნი და რომელი იგი ჩემთანა იყვნეს ნათელი იხილეს და შიში დაეცა მასზე და ხოლო ხმაი იგი არა ესმა რომელი მეტყო და მე და მე ვქო რაიმე ყო უფალო ხოლო უფალმა მქუა მე აღდეგ და შევედ დამასკე და მუნ გეთხრა შენ ყოვლისათვის რომელი ბრძანებულას შენ და ყოფად და ვითარცა იგი მე არას ვხედევდი დიდებისამისგან ნათლისამის ხელის მყროვითა თანა მყოფთა მათ ჩემთათა შევედ დამასკეთ ანანია ვინმე კაცი ღმრთის მოშიში მსგავსას ჯულისა წამებული ყოველთაგან მტკვრითა დამასკისათა ჰურიათა მოვიდა ჩემდა ზედა მომადგა და მქუა საულ ძმაო აღიხილენ და მე მასვე ჟამსა შინა აღვიხილენ და მივხედენ მას ხოლო მამ მქუა მე ღმერთმა მამათა ჩვენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმინდა და ხმაი პირისა მისისაი რამე თუ იყო მოწამე მის ყოველთა მიმართ კაცთა რომელი გიიხილა და გესმა და წნურერას ეურვი აღდეგ და ნათელიღე და განიბანენ ცოდვანი შენი და ახადოდე სახელსა მისსა ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალემს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა ვიყავ განკვირვებასა შინა და ვიხილე უფალი და მქუა მე ისწრაფე და განვეთ ადრე იერუსალემით რამე თუ არა თავს იდვან წამებაი შენი ჩემთვის და მე ვთქუ უფალო მათ თვით იციან რამე თუ მე ვიყავ რომელი მივცემ საპყრობილედ და ვსტანჯებ შესაკრებელსა შორის მოწმუნეთა შენთა და რაჟამს დაითხევ და სისხლი მოწამისა შენისა სტეფანეისი მე ვიყავ ზედამდგომი და თანაჯერ მჩინებელ მოკლასა მისა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა და მქვა მე წარვედ რამე თუ ნათესავთა შორიანთა მიგავლინო შენ ისმენდეს ვისავიდე ამის სიტყვისამდე და აღიღეს ხმაი მათი და თქვეს აღიღე ქვეყანითა გევითარიეგე რამე თუ არ აღიღეს არც ცხოვრებად და ვითარცა ღაღადებდეს იგინი უმეტეს და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა და მტვერსა ზე აღაფქვევდეს ჰაერსა ბრძანა 1000-ის თამანმან შეყვანება იმისი ბანაკა და თქვა ტანჯვით განვიკითხოები რაითავცნა რომლისა ბრალისათვის ესეთ ხმობენ მისთვის და ვითარცა განართხმიდეს მას კვედებითა ქუა პავლე ასისთავსა მას ზედამდგომელსა უკვე თუ კაცისა ჰრომისა და უბრალოისა ჯერ არც თქვენ დატანჯვათ ესმა რაი ესე ასისთავსა მას მოვიდა და უთხრა 1000-ის თავსა და რქუა იხილე რაიგეგულების ყოფად რამე თუ კაცი ესე ჰრომა არს მოუხდა 1000-ის თავიგი და რქუა პავლეს მითხარმე ჰრომ ხარა შენ ხოლო მან რქუა ჰე მიუგო 1000-ის თამან მან მე მრავლითა საფასითა მოქალაქეობა ესე მოვიპოვე ხოლო პავლე რქუა მე შობილ ვერ მაშინა ვარ მაშინ მექვსეულად განეშორნეს მისგან რომელთა იგი ეგულებოდა ტანჯვა იმისი და 1000-ის თავსა მასსა შეეშინა ცნა რაი რამე თუ ჰრომ არს და რამე თუ მისა იყო შევედრებული ხვალისაგან უნდა გულისხმის ყოფად უგზარულეს ადრე რაისათვის ძი შეასმინენ მას ხურიანი იგი განხსნა იგი და ბრძანა შეკრებაი მღვდელთ მოძღვართაი და ყოვლისათვის მის კრებულისა და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა